ჩიტის რძე ზუსტად ასეთი მიყვარს, ერთნაირი სისქის თაფლის ფირფიტებით, ჰაეროვანი კრემით და სქელი, სარკისებური მინანქრით. ფირფიტებისთვის კვერცხი გავთქვიფე შაქართან ერთად, დავამატე თაფლი და კარაქი. შემოვდგი დაბალ ცეცხლზე და მივიყვანი ადუღებამდე. გავააქტიურე სოდა და გადმოვდგი ცეცხლიდან. მასა ოდნავ შევაგრილე და ისე დავამატებ ქვილი, რადგან ცხელი მასა შედარებით მეტ ფქვილს იზელს და ფირფიტებიც მშრალი და მტვრევადი გამოდის. შემდეგ თასიდან გადავიტანი სამუშაო მაგიდაზე და გავყავი 6 გუნდად. გავაბრტყელეთ ხლად, გამოვიყვანე ფორმა და ვაცხვე 4 წუთით. გამოდის საკმაოდ თხელი ფირფიტები, რომელიც დაკრემივსთანავე რბილდება. კრემისათვის კი შაქარი, ვანილი და ფქვილი გადავიტანე თასში. დავამატე რძე, გადავწურე და დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით მივიყვანი ადუღებამდე. როგორც კი პირველი ბუშტუკი გამოჩნდა და დავამატე კარაქი. გადავიტანე თასში, შევაგრილი და მიქსერით გადავთქვიფე. გადავუსვი ფენებს. დავამზადე მინანქარი, კაკაო, რძე, შაქარი და კარაქი შევურიე ერთმანეთს. როგორც კი წამოდუხდა, დავამატე მთავარი ინგრედიენტი, წინასწარ დამბალი ჟელატინი. კარგად გავხსენი, ოდნავ შევაგრილე და გადავუსვი ზედა ფენას. ასე მომზადებული მინანქარი სწრაფად შრება, გაჭრისას არ იბზარება, არ კარგავს ფორმას და მეორე დღესაც ისეთივე პრიალა და ეფექტურია.